გამარჯობა. მე დღეს მინდა გესაუბროთ ფილმზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ უყურე და რომელსაც გირჩევთ რომ ყველამ უყუროთ. ეს ფილმია 2006 წლის Pixar-ის ჰიტი Cars. ძალიან ბევრი თქმა შემიძლია ამ შედევრზე და ძალიან არ გავწელავ. მოკლედ, ანიმაცია, პერსონაჟები, ტემპი, ყველაფერი ძალიან კარგადაა შესრულებული. თან როგორც იცით, ქართული ფილმის გაგრძელებაა. და ვინც როგორღაც არ იცით, Cars არის შაქრო და ზაქროს სიკველი. რა თქმა უნდა, ამასაც შაქრო და ზაქრო ორი არ დაარქვეს საერთაშორისო ბაზარზე გასვლა რაღაც უნდოდათ. ხოდა თვითონ ფილმს რაც შეეხება, სექსის სცენები ძალიან მაგრად გააკეთეს. 5 წამიც ვერ გავძელი და სამჯერ დამჭირდა შარვის გამოსვლა ფილმის ყურების დროს. არ დაუშვათ იგივე შეცდომა რაც მე და მხოლოდ 2 შეკრო ქაღალდის იმედა და არ დაიწყოთ ყურება. კარგად მომარაგდით. ტაოჩი ამოსულ ელვა მაკ-ქუინზე მინიმუმ 4 შეკრა დაგჭირდებათ. მაგრამ ის არ მომეწონა რომ ზოგჯერ ზედმეტად პოლიტიკური იყო. მაგალითად ის სცენა, რომელშიც ფილმორი ხმამაღლა კითხულობს მთლიან კომუნისტურ მანიფესტს და ყველა აბზაცზე თავის კომენტარს აკეთებს. ჩემი აზრით ეს სრულიად არასაჭირო იყო. ასევე არ მესიამონა უპატივცემულობა რელიგიის მიმართ. ვისაც ნანახი გაქვთ გეცოდინებათ რომ სცენასაც გულისხმობ. იესო ბარუს სცენა ვისაც გახსოვთ. და კიდევ მეუცნაურეს სმის და ტარების თემატიკა. ანუ პერსონაჟები თითქმის ყოველ სცენაში ამბობდნენ. მე ყველაზე კარგად მაშინ დამყავს, როდესაც უმაღლესი ხარისხის ბენზინი მაქვს დალეული. და შემდეგ კი მთელ ეკრანზე ამოდიოდა ჰეინეკენის ლოგო. ჩემთვის ეს ცოტა სახიფათოა და რესტავრი ყურების დროს მომენტიდან გამოჰყავდი. მით უმეტეს სექსის სცენის დროს როცა იყო ეს შემთხვევა, განსაკუთრებით არ მესიამოვნა. ასევე არ იყო საჭირო ჩიკიქსის გეიქვეპლოტი. ეს იყო არაფერი გარდა პოლიტიკური აქტივიზმისა. თან ყველა ისდეს თავიდანვე ხვდებოდით რომ გეი იყო და გრაფიკულ დეტალებში შესვლა სრულიად არ იყო საჭირო. და ბოლოს არ მომეწონა რომ 4 საათი ხსნიდნენ როგორ მუშაობს 4 ტაქტიანი შიგაწვის ძრავა. მესმის რომ სცენის მიზანი იყო რომ ჩვენ უფრო დავეახლოვებინებთ პერსონაჟებთან და მათ მიმართ უფრო გვეგნოს სიმპათია, მაგრამ ვფიქრობ რომ არ გამოვიდათ. 4 საათი ზედმეტად ცოტა დრო ასეთი ვრცელი თემის ასახსნელად და მინიმუმ 10 მაინც უნდა დაეთმოთ. მე მაგალითად ძალიან გამიჭირდა გაზების გადანაწილების ფაზების და სარქველების, ანუ კლაპნების გადაფარვის პრინციპის გაგება. რაც ზუსტად ამ მცირე 4 საათის ბრალი იყო. მაგრამ ეს არაფერია ყველა იმ კარგ რამესთან შედარებით, რისი თქვა შემიძლია ამ ფილმის შესახებ. მხოლოდ რამდენიმეს გეტყვით, რათა ძალიან გრძელი ვიდეო არ გამოვიდეს. მაგალითად, შემიძლია იყო მომენტები, როდესაც სენსიტიური თემები ძალიან კარგად გადმოგვცეს. განსაკუთრებით მომეწონა ის სცენა, რომელშიც Volkswagen-ის ბრენდის ავტომობილმა 6 მილიონი მანქანა, რომლებმაც ტექნათვალიერება ვერ გაიარეს, ჯარჯი ჩააბარა. მაგ მომენტში მე ნამდვილად მესმოდა მაგ გერმანელი სედანის და ზოგადად გერმანელი ავტომობილების. იმ სცენაზე ძალიან ბევრი ვინერვიულა და ძალიან ემოციური იყო, როდესაც ჟანგიანმა ლადას ფირმის მანქანამ ახალგამოშვებული მანქანების სახე ალოსნო და ათასობით გარაჟი დაბომბა. ჩემი საყვარელი პერსონაჟიც უნდა ვახსენო, მაკ-ქუინის მარჯვენა ხელი, მერსედესის ფირმის ქრისტიანი ალბანელი მანქანა, ხოჯა. ეს პერსონაჟი იდეალურად იყო დაწერილი და ფილმის ბოლოს მეგონა რომ მე მართლა მისი რეალური მეგობარი ვიყავი. და ეს მთავარია, ეს პერსონაჟი განასახიერებს ამ ფილმის მთავარ თემატიკას, ალბანეთში ცხოვრების სირთულეს ბალკანეთის ომების პერიოდში. ამ თემაზე შეგიძლიათ თქვენთაც მოიძიოთ. ძალიან გთხოვთ ფული ჩამირიცხეთ და თუ ფილმს უყურებთ და მოგეწონებათ კიდევ ჩამირიცხეთ.